შეგროვება მიყვარს, მაგრამ უფრო ხაჭვა მიყვარს. მე ხაჭვა უფრო მიყვარს. დაგროვებას დიდი ხანი სჭირდება, სანამ შეგროვებ და დახარჯვა უფრო ადვილია. გადავწყვიტე ტელეფონი მიყიდა და მაღაზიაზე ვაგროვებდი 5 თვე. ვინც აი დაჭიროებულია ამ გარეთ, მაგით ჩემი ფულის რო დავეხმარო. ფული შეგროვება იმიტომ მიყვარს, რომ დედას და მამას რო ჭირდებათ ვასესხებ ხოლმე. კომპიუტერისთვის უნდა შევაგროვო. აი ჩემ ძმას რო უყიდო სათამაშოები, გავახარო დედას და მამას და ასე შემდეგ. ეგ რაღაც სათამაშოს ან გაჭიტოს რამეს. მე მინდა ახალი დიდი ლოგინი. ჩემი ოთახის ლამაზი და ფერადი შპალერი. კიდე და საბრანჭავები, მაკიაჟი. ბავშვების პასუხებიდან ვიგებთ თუ როგორ იწყება მათი პირველი ურთიერთობა ფულთან. სურვილებით, პატარა გეგმებითა და ზოგჯერ თამაშივით აღქმული დანაზოგით. ბუნებრივი ეტაპია, როდესაც თითოეულ ბავშვს საკუთარი წარმოდგენა აქვს, რას ნიშნავს ფული და რისთვის სჭირდება. სპეციალისტების თქმით, სწორედ ამ მარტივი გამოცდილებებით ნელ-ნელა ყალიბდება ის ჩვევები, რომლებიც მომავალში ეხმარება მათ პასუხისმგებლობით მიუდგნენ ფინანსებს. ეს ქუდი რა ღირს? 50. ამ პროცესში დიდ როლს თამაშობს ოჯახური გარემო. როგორ ესაუბრებიან მშობლები შვილებს ფულზე, რა პატარა წესებს აყალიბებენ ყოველდღიურობაში და როგორ ეხმარებიან ბავშვებს პირველი ნაბიჯების გადადგმაში. მშობლები ჩვენთან საუბარში საკუთარ განსხვავებულ გამოცდილებებზე საუბრობენ. პირველ კლასში იყო, როდესაც დავიწყეთ ესე ფულთან ურთიერთობა, იყო ძალიან დამოუკიდებელი ბავშვი და უნდოდა მაგალითად მაღაზიაში მარტო შესვლა და თავის სასურველით კბილეულის ყიდვა და აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ რომ ბარათზე ჩაგვერიცხა რაღაც გარკვეული თანხა და ის თანხა ყოფილიყო ერთი კვირის საკმარისი. რას ვხედავთ რომ გამოდით დიდი პარკით. ხოდა რომ შემეკითხეთ რომ ეს რატო ამ ხელა პარკით ჩვენ ხომ ერთი ცალი ტკბილეული უნდა გეყიდა რომელიც ძალიან გიყვარს. მიპასუხა რომ ნახე დედა ბევრი ტკბილეული მომივიდა შენც გიყიდა შენთვის სასურველი ტკბილეული და ასევე ყავაც რომ მიირთო. წარმატებული თუ ნაკლებად გააზრებული გამოცდილებები ბავშვს ეხმარება გამიჯნოს სურვილი და საჭიროებები, რათა ნელ-ნელა ჯანსაღი ფინანსური ჩვევები გამოიმუშაოს. ეს არის ბახის სათაცმელი. ბავშვები ფულთან პირველ შეხებას ხშირად მარტივი ყოველდღიური სიტუაციებით იწყებენ. სწორედ ეს პრაქტიკული გამოცდილება აჩვენებს მათ შრომისა და ანაზღაურების ურთიერთკავშირს. ერთ-ერთმა საბავშვო ტანსაცმლის მაღაზიამ გამოუგზავნა საჩუქრად მას კაბა და ჩვენ სანაცვლოდ უნდა გადაგვაღო ლამაზი ფოტოები და სოციალურ ქსელში დაგვედო. ასეთი შეთანხმება გვქონდა. უცბად მომივიდა იდეა და უთხარი რომ თუ ის ახლა ჩემთვის იმუშავებ და ჩაიცვამდა ამ ძალიან ლამაზ კაბას და მე ლამაზ ფოტოებს გადავუღებდი, ეს იქნებოდა მისთვის ერთგვარი სამსახური. მე ამაში გადავუხდიდი თანხას, რა თქმა უნდა მინიმალურ თანხაზეა საუბარი და ის ამ თანხით იყით და მისთვის სასურველ სათამაშოს. მას მოეწონა ეს იდეა, ჩაიცვა ეს ლამაზი კაბა, ფოტოებით შესანიშნავი გამოგვივიდა და შემდეგ თვითონაც იყო ძალიან დაკმაყოფილებული. მივედით მაღაზიაში, თავად იყიდა გამომუშავებული თანხით სასურველი სათამაშო. მიზნის დასახვა და მისი მიღწევის გზების ძიება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად ითვლება. ბავშვები ხშირად თავისით იწყებენ დანაზოგის დაგროვებას, როცა მათთვის რაიმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დაახლოებით 1 წლის წინ შევამჩნიე გაბრიელს, რომ ფულისადმი ძალიან დიდ ინტერესს იჩენდა. ანუ არ დაუხარჯავს საერთოდ ჩემი მიცემული ფული, დაიწყო ფულის შეგროვება. ხო და რო ითვლიდა უკვე და მივხვდი რომ აგროვებდა ამ ფულს, მე ვკითხე რისთვის აგროვებდა და აღმოჩნდა რომ ერთ-ერთ სათამაშოების მაღაზიაში ნახა მისთვის საოცნებო თოფი, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირდა. ნუ მაინტერესებდა რამდენად შეძლებდა, რამდენად ეყოფოდა ნებისყოფა რომ შეეგროვებინა თანხა ამ თოფისთვის და ვაძლევდი ხოლმე ისე მცირე რაოდენობით. ნუ ბოლოს მოუყარა ამ თანხას თავი, წაგვიყვანა მე და მამამისი და ერთად ვიყიდეთ ეს მისთვის საოცნებო თოფი. სასურველია თუ ბავშვი თანხის შეგროვებას უკვე მისთვის განსაზღვრული ლიმიტიდან იწყებს. ამ შემთხვევაში ის სწავლობს ფულის გადანაწილებას და დაგეგმვას. თუმცა ბავშვისთვის თანხის ჩუქებას ნორმალურ პრაქტიკად ითვლება. თუკი უკვე ნასწავლი აქვს საბაზისო უნარები, როგორიცაა მარტივი გამოთვლა და ანგარიშება და ელემენტარული ფინანსური манипуляციები. ვიწყებთ მაგალითად ერთი დღით, რომ შენ დღეს ამაშიც და ამაშიც მოდი განაწილეს თანხა. შემდგომ უკვე ერთი კვირა შეგვიძლია მივცეთ მას, ერთი თვე შეგვიძლია მივცეთ და მივცეთ ის თანხა, რომელიც არ არის იმდენად დაბალი, რომ მას მართლა ძალიან დასწყდეს გული რაღაცეებზე და არც იმდენად მაღალი, რომ მას საშუალება ჰქონდეს, რომ ეს გაფლანგოს შემდგომში. და რაც შეეხება თანხის
ჩუქებას, ძალიანაც ჯანსაღი არის, რომ ჩვენ რაღაც პერიოდულობით მას მივცეთ ეს სიხარული, რომ რაღაცა საჩუქარი გავუკეთოთ და შეძლოს მან რაღაცა რომ უნდა და ამის შეძენა. დედმამიშვილებს შორის თანხის გადანაწილებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა არ წარმოიქმნას უსამართლობის განცდა. თუ ერთი ბავშვი უფროსია და მას მეტი თანხა სჭირდება, რადგან მეტი პასუხისმგებლობა აქვს, პატარას უნდა ავუხსნათ ეს ფაქტი. ასევე უნდა ავუხსნათ თანხის გაზიარების საკითხიც. ფული, რომელიც საჩუქრის სახით მიიღო ბავშვმა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ იყოს ხელშეუხებელი და ეს მართლაც იყოს მისი საჩუქარი. იმიტომ რომ მას არ გაუცრუდეს ეს იმედები, რომელიც მაგალითად ამ საჩუქრის მიღების დროს დაისახა. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ეს ფული დაგვჭირდა, ძალიან ნორმა არის რომ შევუთანხმდეთ მას და ისე დავხარჯოთ. იმიტომ რომ როდესაც მას ეს თანხა თუნდაც დანაზოგის სახით შეინახა და აქვს, გარკვეულ დაცულობას აძლევს და იმედს აძლევს, რომ მე რაღაც თუ მომინდება, შემიძლია რომ ეს თანხა ხომ აქვს და წავალ და ამას ვიყიდი. ბავშვის ფინანსური აღზრდა სახლიდან იწყება, რადგან სწორედ მშობელია პირველი მაგალითი. მათი დახმარებით ბავშვი სწავლობს ხარჯების დაგეგმვას, ფულის გადანაწილებას და სურვილების რეალიზებას. დაგროვებისა და ხარჯვის პრაქტიკული გამოცდილება ქმნის ფულის მართვის საჭირო უნარებს, რაც ბავშვს მომავალში ჯანსაღ ფინანსურ დამოკიდებულებებს ჩამოუყალიბებს.